შობის დღესასწაული ახლოვდება. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მაგალითად ჩემს ბავშვობაში, შობა ეს იყო ზეიმი და სიხარული, რომელიც ერთნაირად აბედნიერებდა მთელ მსოფლიოს, განურჩევლად კანის ფერისა და ეთნიკური წარმომავლობისა. შობის დღესასწაული არასდროს ყოფილა ადამიანების დაყოფის და დაპირისპირების მიზეზი. პირიქით, მისი მიზანი ყოველთვის იყო სიყვარულით და სიკეთით, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაბედნიერება და გახარება. სოფლიო ბრენდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო კეთილ და ლამაზ სარეკლამო კლიპს გადაიღებდა საშობაოდ. ეს ვიდეორგოლები ძირითადად ბავშვებისთვის ბედნიერი საშობაო განწყობის შექმნაზე იყო გათვლილი. ვერავის წარმოედგინა, რომ მასში შეიძლება ყოფილიყო გარყვნილება, ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგია, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, მაგრამ ის, რაც ადრე ვერავის წარმოედგინა, დღეს საკმაოდ მძიმე რეალობაა. ზოგიერთი გიგანტი კომპანიის სარეკლამო რგოლები მთლიანად გარყვნილების პოპულარიზაციაზე გადაერთო. რითაც მხოლოდ LGBT პროპაგანდა კი არ ხდება, არამედ შობის როგორც უმთავრესი რელიგიური დღესასწაულის დაკნინება მიმდინარეობს. დასავლეთში საშობაო ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში წმინდა ნიკოლოსთან, ანუ სანტა კლაუსთან და მისი დამხმარეების მთელ არმიასთან იყო დაკავშირებული. მას ყავს მეუღლე, მისის კლაუსი, ფრინავი მარხილი ირმებით, ელფები, რომლებიც ბავშვებისთვის საჩუქრების შერჩევაში და შეფუთვაში ეხმარებიან და ასე შემდეგ. და რას დაამსგავსეს დღეს ყველასათვის საყვარელი საშობაო ტრადიცია? რას დაამსგავსეს და წინა საახალწლო გეი პრაიდს სანტა კლაუსის სახლში. განსაკუთრებით შორს წავიდა ამ მხრივ თავის მოვლის საშუალებების ცნობილი ინგლისური მაღაზიათა ქსელი ბუცი. მათი წლევანდელი საშობაო სარეკლამო რგოლი კონსერვატიულად განწყობილი ბრიტანელებისთვის ყოვლად მიუღებელი შიზოფრენია და საყოველთაო სკანდალის თემა გახდა. მოქმედება სავარაუდოდ ლაპლანდიაში სანტა კლაუსის სამყოფელში მიმდინარეობს. ყველანი ადგილზე არიან სანტაც, მისის კლაუსიც, ელფებიც და კიდევ უამრავი მითოლოგიური პერსონაჟიც. ყველა შობისთვის ემზადება და ბუცის პროდუქციას აფასოებს გასაგზავნად. ოღონდ ყველაფერი არის უკუღმა, არატრადიციულად და არაბუნებრივად. სანტა კლაუსი არის ერთი ზარმაცი, მსუქანი მამაკაცი, რომელსაც სულ ზინავს და რომელიც მთელი კლიპის განმავლობაში მხოლოდ ხრინავს. რეკლამის მთავარი გმირი მისის კლაუსი, რატომღაც არის შავკანიანი ქალბატონი, რომელიც ზარმაცი ქრის, მაგივრად აკეთებს ყველაფერს და რაც მთავარია, მთელი მომსახურე პერსონალი, ანუ ელფები და ფერიები არიან ჰომოსექსუალები, ლესბოსელები და ტრანსგენდერები. მოკლედ, სანტას სახლში მოწყობილ გეი პრაიდს მისის კლაუსი ხელმძღვანელობს, მთელი დანარჩენი ზღაპრული სამყარო კი LGBT თემს განასახიერებს. როცა მთელი ეს გარყვნილი უკუღმართობა შობას და მასთან დაკავშირებული ტრადიციების განადგურებას ემსახურება, ყველასათვის ნათელია, რომ ეს არაა მხოლოდ რომელიღაცა მაღაზიათა ქსელის ინდივიდუალური ახირება. ესაა მიზანმიმართული შეტევა იმ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული რელიგიური და კულტურული სტანდარტების წინააღმდეგ, რომელთა ერთობლიობამაც შექმნა კიდეც თავის დროზე ევროპა და ევროპული სახელმწიფოები. ამ ათასლოვანი საყრდენების ნგრევა კი მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება. აქამდე არსებული ქრისტიანულ ფასეულობებზე აღმოცენებული ევროპული საზოგადოების განადგურებას და მის მაგივრად ურწმუნო და ეროვნება წაშლილი მანქურთების საოცარი ახალი სამყაროს ჩამოყალიბებას. შობა ის დღესასწაულია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი სიხარულით აღნიშნავენ. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ შობას ერთგვარად ტრადიციების ზეიმსაც უწოდებენ. ვინაიდან შობის დღესასწაულზე ყველა ქვეყანას თავისებური წესჩვეულებები და ტრადიციები აქვს. დღესასწაულები სხვადასხვაგვარია, მაგრამ ყველგან ზეიმია და ოპტიმისტური სურვილები ჭარბობს. ქრისტიანების დიდი ნაწილისთვის საუკუნეების მანძილზე ეს ზეიმი შობის ღამეს, ანგელოზის გამოცხადებას უკავშირდება, რომელიც მიწას მშვიდობას და ადამიანებს სიკეთეს ჰპირდება. დიახ, სწორედ ეს დღესასწაული და რელიგიური ფასეულობები აერთიანებდა მსოფლიოს, განურჩევლად კანის ფერისა და ეთნიკური წარმომავლობისა. 2024 წლის საშობაო სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. შობა ახალ წელს განსაკუთრებით წამყვანი ბრენდები, საშობაო ვიდეო რგოლები უხდება, რომლებიც მსოფლიოს გარშემო ვრცელდება. ეს რეკლამები ერთი მხრივ საზოგადოების განწყობას ამაღლებს, მეორე მხრივ კი განხილვის საგანია მარკეტერებისა და კრეატორებისთვის, რომლებიც აკვირდებიან, როგორ გამოეხმაურნენ მსოფლიო ბრენდები მომხმარებელთა განწყობას ამ სადღესასწაულო სეზონზე.
თუმცა რა ხდება მაშინ თუ გიგანტი კომპანიების სარეკლამო რგოლები მკრეხელობის, გარყვნილების, LGBT იდეოლოგიისა და გაუკუღმართებული ცხოვრების სტილის ტირაჟირებისკენ არის მიმართული. სწორედ მკრეხელობა და გარყვნილების პროპაგანდა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რასაც ცნობილი ბრიტანული მაღაზიათა ქსელი Bootsy საკუთარ წლევანდელ საშობაო სარეკლამო ვიდეო რგოლში ნერგავს. The Boots Company ბრიტანული სააფთიაქო და სილამაზის ინდუსტრიის ქსელია, რომელმაც წელს საშობაო სეზონთან დაკავშირებით არატრადიციული მიდგომა გამოიჩინა. საუბარია კომპანიაზე, რომელსაც 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სულ ცოტა 2000 მაღაზია აქვს. სწორედ მათი წლევანდელი საშობაო სარეკლამო რგოლი კონსერვატიულად განწყობილი ბრიტანელებისათვის ყოვლად მიუღებელი შიზოფრენია და საყოველთაო სკანდალის თემა გახდა. Bootsy-ის საშობაო რეკლამა მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია. ზოგიერთმა მათგანმა შობის გაუკუღმართებულ კონტექსტში წარმოჩენის გამო კომპანიის წინააღმდეგ საზოგადოებას ბოიკოტისკენ მოუწოდა. Bootsy კიდევ ერთი ბიზნესი, რომელიც საკუთარი გამოფხიზლების გამო მალე განადგურდება. შავკანიანი ქალი, რომელიც რეკლამაში მონაწილეობს, რასისტია. მე ამ კომპანიაში საშობაო შენაძენს აღარ გავაკეთებ და თქვენ? მაშინ, როდესაც ყოველ წელს საშობაო რეკლამებში სანტა კლაუსი, მისის კლაუსი, მფრინავი მარხილი ირმებით, ელფები, ბრჭყვიალა ნაძვის ხე და საჩუქრები, მთავარი სადღესასწაულო ატრიბუტებია, რას ვხედავთ დღეს. Bootsy-ის რეკლამაში მოქმედება ლაპლანდიაში მიმდინარეობს. თითქოს ყველაფერი ჩვეულებისამებრ ვითარდება. ყველანი ადგილზე არიან სანტაც, მისის კლაუსიც, ელფებიც და კიდევ უამრავი მითოლოგიური პერსონაჟიც. ყველა შობისთვის ემზადება და Bootsy-ის პროდუქციას გასაგზავნად აფასოებს. თუმცა დაუკვირდით, ყველაფერი გაუკუღმართებულად არის წარმოჩენილი. სანტა კლაუსი ერთადერთი ჰეტეროსექსუალი თეთრკანიანია მთელ რეკლამაში და ის შეგნებულად არის გამოსახული როგორც ზარმაცი, უსარგებლო ადამიანი, რასაც ვერ ვიტყვით სხვა დანარჩენ მოქმედ პერსონაჟებზე. რეკლამის მთავარი გმირი, მისის კლაუსი, შავკანიანი ქალბატონია, რომელიც ყველაფერს ქმრის ნაცვლად აკეთებს. სხვა დანარჩენები, ანუ ელფები და ფერიები კი ჰომოსექსუალები, ლესბოსელები და ტრანსგენდერები არიან. რეკლამა ასევე ავრცელებს ტრანსგენდერულ ნაცვალ სახელებს, ანუ ქალისა და მამაკაცის გარჩევა გენდერული ნიშნით უგულებელყოფილია. ეს გახლავთ კონცეფცია, რომელიც შექმნილია LGBT მოძრაობების მიერ ტრადიციული გენდერული ნორმების, ბიოლოგიური სქესისა და ტრადიციული ქრისტიანული ოჯახის შელახვის მცდელობის მიზნით. მრავალფეროვნებაზე გათვლილი რეკლამა აღიზიანებს ყველას. საზოგადოების გაღიზიანებას ისიც იწვევს, რომ კომპანია საკუთარ რეკლამაში გენდერულად ნეიტრალურ ნაცვალსახელებს იყენებს. Bootsy-მა უნდა იცოდეს, რომ ეს რეკლამა მომხმარებლების მოზიდვას ხელს არ შეუწყობს, არამედ პირიქით დააფრთხობს მათ. საშობაოდ უკვე უამრავი მომხმარებელი ამბობს, რომ ისინი აღარ შეიძენენ Bootsy-ის პროდუქციას. რატომ გადადგეს მაღაზიებმა ეს ნაბიჯი? ფაქტია, რომ ეს კომპანიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტრადიციული შობის მარგინალიზება მოახდინონ, რომელსაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში აღვნიშნავთ. მეს ყველაფერი მაშინებს. როდესაც ვუყურებ საშობაო რეკლამას, მეუფლება ისეთი განცდა, რომ ჩემზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ. ბუნებრივია შობა ახალი წლის დადგომა დასავლურ ქრისტიანულ ქვეყნებში სანტა კლაუსის სახელს, ანუ წმინდა ნიკოლოს უკავშირდება. თუმცა გაუგებარია რეკლამაში მონაწილე მისის კლაუსის როლი, რომელიც ტრანსგენდერების მცველად უფრო გვევლინება, ვიდრე შობის დღესასწაულზე მზრუნველ პერსონაჟად. მთავარი როლის შემსრულებელი შავკანიანი ქალბატონი ბრიტანელი მსახიობი აჯუა ანდოჰია, რომელმაც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი აღწერა როგორც საშინლად თეთრი. შემდეგ კი ამისთვის ბოდიშიც მოიხადა. სწორედ ამიტომ საზოგადოება მის თეთრკანიანების მოძულეთ და რასისტად შერაცხა. სრულიად მრავალფეროვანი საზოგადოების ნაწილიდან ჩვენ გადავედით საშინლად თეთრ გარემოში. მე ამან გამაუცა. ვუყურებ ჩვენ ახალგაზრდა თაობას და ვფიქრობ, რა აზრს გამოიტანენ ამ ყველაფრიდან, როდესაც გაიზრდებიან. დღეს უდიდესი გიგანტი ბრენდები ცდილობენ მრავალფეროვნებისა და გარყვნილების ტირაჟირება მოახდინონ, თუმცა ისინი სერიოზულად ზარალდებიან. ჰომოსექსუალების, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების ინტერესების დაცვით მათ სულ დაივიწყეს კაცობრიობის ჯანმრთელი ნაწილი, რომელიც სხვათა შორის პლანეტის უმრავლესობას წარმოადგენს და ამ კომპანიების წარმოებული პროდუქციის ძირითადი მომხმარებელიცაა.
ბუთსიც ის ფსევდოლიბერალური პროპაგანდისტული კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც LGBT იდეოლოგია და მათი წახალისება კონსერვატიულად განწყობილ საზოგადოებაზე წინ დააყენა. ამისათვის შედეგიც მიიღო. სილამაზისა და ჯანმრთელობის მაღაზიების ბრიტანული ქსელი, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს, შობის წინ მომხმარებელს კარგავს. საზოგადოების ბოიკოტის შემდეგ კომპანიის აქციები გაუარესდა. გაუკუღმართებული იდეოლოგიის თავსმოხვევაზე ზრდასრული ადამიანებიც კი საუბრობენ. თუმცა აი რა ბედიელით ბავშვებს, რომლებიც LGBT პროპაგანდის რეალური მსხვერპლნი არიან. პატარებისათვის ხომ მშობა და მასთან დაკავშირებული რეკლამები, ეს არის ზეიმი და სიხარული, რომელიც ერთნაირად აბედნიერებს თითოეულ მათგანს, რასაც დღევანდელ ფსევდოლიბერალურ დასავლეთზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ისინი სწორედ თავისი პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით ჯანსაღი საზოგადოების გადაგვარებას ცდილობენ. დღეს LGBT პროპაგანდისტების რეალური მიზანი საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ რელიგიურ და კულტურულ სტანდარტებზე თავდასხმას გულისხმობს. რელიგიური ფასეულობების წაშლა კი ინდივიდის განადგურებას ემსახურება. შობა ყოველთვის განსაკუთრებულ ოჯახურ დღესასწაულად ითვლებოდა. მაცხოვრის ამქვეყნიური მოვლენების აღნიშვნა უპირველეს ყოვლისა ოჯახურ გარემოში ხდება. ჯამრთელ ოჯახურ გარემოში, სადაც დედა, მამა და შვილები ერთმანეთს მაცხოვრის შობას ულოცავენ განსაკუთრებული ოჯახური ტრადიციები და რელიგიური რიტუალებით. ამ ტრანსგენდერულ გადაგვარებულ რიტუალებში კი, რომლითაც ბუთსის რეკლამაა გადავსებული, ყველაფერს სიკეთესთან ერთად ტრადიციული ოჯახური ღირებულებებიც ფეხქვეშ აქვთ გათელილი. ზარმაცი მამით, აფრო-ლაპლანდიელი დედით და ტრანსგენდერი არაბინარული შვილებით. კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. საბედნიეროდ ჯერჯერობით მაინც ბრიტანულ საზოგადოებაში შობის ასეთი გაუყუმართება უმრავლესობისთვის მიუღებელია. უკვე ისმის მუქარები, რომ ამ მაღაზიის პროდუქციას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ. დიდი ალბათობით მას ისეთივე ბედიელის, როგორც ცისარტყელას ფერებში შეფუთულ Toyota-ს, Bud Light და Nike-ს. რას ვიზამთ? რადგან ბუთს სხვის შეცდომებზე სწავლა არ შეუძლია, საკუთარ გატეხილ ცხვირზე მაინც ხომ უნდა ისწავლოს. დროებით.